ნინო ბურჯანაძე ლევან გაჩეჩილაძესთან დებატებს აღარ აპირებს. დღეს ამ თემაზე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ისაუბრა. ბურჯანაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ლევან გაჩეჩილაძე დებატებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ბევრ რამეზე მეტყველებს, ხოლო ქართული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ გაკეთებული კომენტარები მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ნაწილია. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა რუსეთში ვიზიტებს გააკეთა. კომენტარი მან ისაუბრა, როგორც რუსეთის პატრიარქთან, ისე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დეტალებზე. პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში საუბრის კიდევ ერთი მთავარი თემა სახალხო კრებასთან სამომავლო გეგმები იყო. ბურჯანაძის თქმით, ფაქტი, რომ ეროვნული ფორუმი კრებას გაემიჯნა არაფერს არ ცვლის და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის სახალხო კრებასთან თანამშრომლობას განაგრძობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად ეროვნული ფორუმით მართლაც აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და როცა გადაწყვეტენ სხვა პოლიტიკური პარტიები ან ლიდერები რომ განაახლონ ან ჩაერთონ კრების მუშაობაში, მათ ბუნებრივია ამის სრული შესაძლებლობა ექნებათ, იმიტომ რომ ცხადია რომ სახალხო კრების კარი არავისთვის დახურული არ არის.